ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში კოსმოსში პირველად ისეთი ხომალდი გაფრინდა, რომლის ეკიპაჟის წევრები მხოლოდ ქალები იყვნენ. კომპანია ამაზონის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის კომპანიის Blue Origin-ის კოსმოსური ხომალდით, რომლის სახელწოდებაა New Shepard-ი, კოსმოსში 6 ქალი გაემგზავრა. მათ შორის არიან პოპ ვარსკვლავი კეტი პერი, ყოფილი ტელეწამყვანი გაილი კინგი და ჟურნალისტი და ჯეფ ბეზოსის საცოლე ლორენ სანჩესი. ხომალდი New Shepard-ი ორშაბათს ტეხასის შტატიდან 105 კილომეტრის სიმაღლეზე აფრინდა. ეკიპაჟის წევრებმა რამდენიმე წუთის განმავლობაში უწონადობას მიაღწიეს, შემდეგ კი ისევ დედამიწაზე დაბრუნდნენ. ნეტავ ყველას შეეძლოს იმ სიმშვიდისა და ბედნიერების განცდა, რომელიც ჩვენ იქ მაღლა შევიგრძენით. ყველამ უნდა განიცადოს ის, რისი გაკეთებაც ჩვენ მოგვიწია. მივმართავ მათ, ვინც ჩვენი გაყვანასა და შემდგომ უსაფრთხოდ დაბრუნებაზე იმუშავა. არასდროს დავივიწყებ ამ ყველაფერს. იქ ძალიან რთულია, რადგან შენ უწონადობის ცაში დაცურავ. თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი ის იყო, როცა უწონადობისას კეითი პერიმ What a Wonderful World იმღერა. ეკიპაჟის წევრები ასევე იყვნენ კინოპროდიუსერი კერიან ფლინი, მეცნიერი ამანდა ნგიუენი, რომელიც პლანეტებსა და ვარსკვლავებს იკვლევდა და ახლა სექსუალური ძალადობის მსხვერპ ქალებს ეხმარება. და NASA-ს ყოფილი ინჟინერი აიშა ბოუი, რომელმაც სამეცნიერო განათლების ხელშეწყობის მიზნით კომპანიები დააარსა. ახლა მე ამ არაჩვეულებრივი ქალების გვერდით ვზივარ. ჩვენ დღეს მეცნიერება განვავითარეთ. Blue Origin-თან ერთად უფრო მეტი ადამიანი შეძლებს მნიშვნელოვანი კვლევის ჩატარებას. ჩვენ კვლევები ჩავატარეთ არა მხოლოდ ბიოლოგიის კუთხით, არამედ შევისწავლეთ ადამიანის ფიზიოლოგია. ჩვენ უფრო მეტი გავიგეთ ქალების შესახებ. ასევე ჩვენ გვაქვს ფრენისთვის საჭირო აპარატურა, რომლის გამოყენებაც უფრო მეტ ადამიანს შეუძლია. ეს ყველაფერი იმაზე მეტია, ვიდრე კრიტიკაა. ახლა ჩვენ მსოფლიოში თავაგონებთ. არ ვიცი სხვა პოპ ვარსკვლავები თუ ყოფილან კოსმოსში. არ მეგონა რომ იქ ვიმღერებდი. მომინდა ჩემთან ერთად მყოფი ასტრონავტებისთვის პატივი მეცა. ამიტომ ვიმღერე ნაწყვეტი სიმღერიდან What a Wonderful World. ჩემი რეპერტუარიდან არ შემისრულებია, რადგან ეს კოლექტიური მოგზაურობა იყო და აქ მთავარი მე არ ვიყავი. ჩვენ ვნახეთ თუ როგორი მშვენიერია ჩვენი სამყარო. შესაბამისად ჩავთვალე რომ სწორედ ეს სიმღერა შეეფერებოდა ამ განწყობას. მე მას წლების წინ ვასრულებდი და ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ მას კოსმოსში ვიმღერებდი. 2000 წელს ჯეფ ბეზოსის მიერ ვაშინგტონის შტატში დაფუძნებული კომპანია Blue Origin-ისთვის ეს მე-11 კოსმოსური მისიაა. Blue Origin-ის პირველი ტურისტული კოსმოსური მოგზაურობა 2021 წელს შედგა და მასში თავად ჯეფ ბეზოსიც მონაწილეობდა.